თბილისის ტერიტორიაზე ხეების სანიტარული ჭრის პროცესი შეჩერებულია. ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცე დედაქალაქის მთავრობას უპირისპირდება. საუბარია ხეების დამისამართებაზე და სანიტარულ ჭრაზე, რომელიც როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საფრთხის შემცველია. საკითხს დავების საბჭო უკვე განიხილავს და კონკრეტული გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. 2010 წელს ამოირიცხა 8100 ჰექტარი სატყეო ფონდი და ეს მიწები არის საფრთხეში. ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ თბილისის შემოგარენში ხეების ნაწილი საფრთხის ქვეშ არის. საქმე ეხება ტენდერს, რომელიც დედაქალაქის მერიამ 1050 ხის სანიტარულ ჭრაზე გამოაცხადა. ანა გაბრიაძე აცხადებს, რომ სატენდერო განცხადება კანონდარღვევით არის შედგენილი. ყველაფერი, რაც იჭრება თბილისში, იჭრება და რითიც ჩვენ ზარალდებით, ეს პლუს კეთდება ჩვენი ფულით. მონიტორინგის საშუალება საერთოდ არ იძლევა. ანუ არის ხე მოსაჭრელი თუ არა. ორგანიზაციამ საჭირვით მიმართა კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. უწყება მხარეთა არგუმენტები უკვე მოისმინა. თუ ვინმე დამომჯდა, მაშინ რეაგირება ცოტა ისეთი კაცრი გააკეთოს. ბრალდების მხარის მთავარი არგუმენტია ის, რომ დოკუმენტაციაში არ არის დაზუსტებული 1050 ხის მისამართები. მათივე განცხადებით არ არსებობს სპეციალური კვლევის შედეგები. არ ქონდათ სპეციალური გამოკვლევის მასალები, არ იყო მონიშნული ხეები, არ არის მითითებული მისამართები, საფუძველი ტენდერის გამოცხადების არ არსებობდა. საუბარი ძირითადად ავარიულ ხეებზე და თქვათ იმ ხეებზე და ნარგავაზე, რომელიც პირობითად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას, ან ფეხით გამოვლენას, ან თქვათ კონკრეტულ შენობას და ასე შემდეგ. გამომდინარე თქვათ ფინანსური რესურსი და მატერიალური რესურსი ტექნიკურადაც ამის გაკეთება ერთიანად შეუძლებელია. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ თითეული ხის მისამართის სატენდერო დოკუმენტაციაში წარდგენა შეუძლებელია. სპეციალურ კვლევას კი სპეციალისტებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს, რომელთა ნებართვის გარეშეც ქალაქში არც ერთი ხე არ იჭრება. შექმნილი არის სპეციალური ჯგუფი, კომისია, სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. შემდგომ ხდება ადგილზე გადამოწვევა კიდე, შეთანხმება, გაიცემა ნებართვა და მერე ხორციელდება სანიტარული ჭრა. მერის არგუმენტებს იზიარებს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიაც. კახა ფირუაშვილი ამბობს, რომ ტენდერის შეჩერების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. არც ერთი ხე ან გადაბელვა ან მოჭრა არ ხდება შესაბამისი დეტალური შესწავლის გარეშე. და რეალურად სატენდერო დოკუმენტაციაში 20000 მისამართის შეტანა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. და ასე შეიძლება ხვალ დადგეს რომელიმე ხის მოჭრის ან გადაბელვის საკითხი, ამას მერია წინასწარ ვერ განსაზღვროს. სპეციალისტები ყვებიან, რომ თბილისში საშუალოდ 20000 ხეა, რომელიც სანიტარულ ჭრას საჭიროებს. მათი განცხადებით, მსგავსი ტიპის ტენდერების გამოცხადება აუცილებელია, თუმცა დასახვეწია მათი პრაქტიკული განხორციელება. 3-4 მერიის პირი უნდა მივიდეს და სათითაოდ ის ხე ნახოს, რაშიც და ფოტოდოკუმენტაცია არ კეთდება ამისი, რაც ტოვებს იმის საფრთხეს, რომ შეიძლება მოიჭრას საღი ხეები. ანუ დასახვეწია აქაც მექანიზმი, თუმცა სრულიად ამის ამოღება სატენდერიდან რომ ხეები მოიჭრას, მე ვთვლი რომ არ იქნება მართალი. არის თუ არა მერიის ტენდერი კანონდარღვევით შედგენილი, უახლოეს 2 დღეში გახდება ცნობილი. დავების განხილვის საბჭო საბოლოო განაჩენზე მუშაობს. მანამდე კი თბილისის ტერიტორიაზე ხეების სანიტარული ჭრის პროცესი შეჩერებულია.